მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი საჯარო გაშლა. დავიწყებ პატარა შესავალით, ხშირად შემომდის SMS-ები, დღეს მაგალითად 4 SMS-ი მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ რა ხდება ჩემს თავს, რატომ არ მიმართლებს ფინანსებში, რატომ არ მიმართლებს პირად ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ვინც არის ჩემი ხშირი მომხმარებელი, იცის რა საშინელი გრაფიკით ცხოვრობ, მუშაობ და ასე შემდეგ. არ მაქვს ფიზიკურად რო ხანდახან 5 წუთიანი ვიდეოც რომ ჩავწერო ოღონდ მართლა. არ მეზარება უბრალოდ დრო არ მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ესე საჯარო გაშლა გავაკეთოთ თქვენი ენერგეტიკული ველის შემოწმებამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯაროა, მაინც აღმოაჩენთ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაციებს, ამიტომ მინდა გადავხედო, გავაკეთო ესეთი ენერგეტიკული თქვენს ენერგიებზე საჯარო გაშლა, რა გიშლით დაახლოებით ხელს, რა პრინციპებია, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, რა შეიძლება რომ შევცვალოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეს ჩვენი ფინანსური რესურსებით და პირადი ურთიერთობებით. ამიტომ მეტნაკლებად ეს საჯარო გაშლას გავაკეთებ. იმედი მაქვს დაგეხმარებათ ეს საჯარო გაშლა, იმიტომ რომ ესე ერთეულებად პასუხის გაცემა ცოტა რთული იქნება ჩემთვის. ერთი უდაოდ ვიცი, რომ ნახეთ თუ გჭირდებათ ენერგეტიკული წმენდები, თუ გჭირდებათ დახმარება ამ თვალსაზრისით, კარგი პერიოდია ახალ წლამდე, იმიტომ რომ ახალი წელი ეს არის სამყაროს ახალი ციკლიც, ეს არის ცხოვრების ახალი ციკლიც, ახალი ეტაპიც და თუ კი გადახვალთ აი ამ ახალი წლის ენერგიებში, თავისთავად სუფთა ენერგიებით და იმ რაღაცა რესურსებით, ახალი რესურსებით იქნება იდეალური. ამიტომ შევეცდები ესე საჯარო გაშლით დაგეხმაროთ, მეტნაკლებად მიიღებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და მოდი ერთობლივად გავიაროთ ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ და რა წინააღმდეგობები გაქვთ როგორც ფინანსებში, ასევე პირად ურთიერთობებში. ნახოთ ვინ ხართ თქვენ. აბა ვინ ხართ თქვენ. ძალიან ძლიერი ქალები და ქალბატონები შესაძლებელია აქ ბევრი თქვენთაგანი ემოციური ფონი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს არის თითქოს თქვენი მამოძრავებელი ძალა. ნახეთ, როდესაც თქვენი ემოციები, თქვენი ქვეცნობიერი დაბალ ვიბრაციებში, ამაში აბსოლუტურად ყველა რესურსი გეკეტებათ, როგორც გზა, როგორც ემოცია და ასე შემდეგ. ნახეთ, როგორ ამოვიდა აუცილებლად უნდა განახოთ. ქურუმი ქალი ეს მე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ, როგორ არის, როდესაც ხდება თქვენზე რაღაცა ზეწოლები და ენერგეტიკული ბლოკები, ნახეთ, იბლოკება როგორც პირადი ურთიერთობები, ასევე მამაკაცის არსებობა თქვენს ურთიერთობებში, ქალებს განსაკუთრებით, ან პირიქით მამაკაცებმა გადაიტანეთ თქვენზე, აქ იბლოკება აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი, ემოციის, პირადი ურთიერთობების და ასე შემდეგ. ქურუმი ქალის ზემოქმედებები ზუსტად ამას ნიშნავს. მათ შორის ჰორიზონტები, ნახეთ, გაშლილი ჰორიზონტები, შესაძლებლობები იბლოკება იმ შემთხვევაში, თუ არის თქვენზე ნეგატიური ზეგავლენები. ამ შემთხვევაში ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აქ არის მანიპულაციები. მანიპულაციები ამ ენერგიების თვალსაზრისითაც შეიძლება. სხვათა შორის ბევრ თქვენთაგან მამაკაცის გამო არის რაღაცა ზემოქმედებები გაკეთებული, შესაძლებელია დაახლოებით მოიცავდეს 2 წლიდან 4 წლის ტენდენციებს, გაიხსენეთ რა სიტუაციებში იყავით ამ პერიოდში, ნახეთ იმპერატორი თქვენს გვერდით იყო მამაკაცი, რომელსაც შესაძლებელია რაღაცა მმართველი სტატუსიც ჰქონდა, შესაძლებელია ფორმას, უნიფორმას ატარებდა, ნუ შავ კოსტუმით შესაბამისად უნიფორმა შეიძლება წარმოადგენდეს მეგობრებო, ნუ ყოველ შემთხვევაში სტატუსით შემდგარი ძალაუფლების მქონე ადამიანი, აი ეს ბევრ თქვენთაგან თან სხვათა შორის ამ მამაკაცის ხაზიდან მოდის რაღაცა ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებები ერთგვარად თქვენზე და მამაკაცებმა გადაიტანეს პირიქით რასაკვირველია. კიდევ ვინ ხართ თქვენ და რა ხდება თქვენს თავს? ძალიან სექსუალურები, ძალიან ემოციურები, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის კიდევ ერთხელ ვიძახი ჰარმონია და ბალანსი. ეს თუ წყობში გაქვთ და აბსოლუტურად ნორმალურ ენერგიებში ხართ, მაშინ ყველაფერი წინ მიდის. ამ შემთხვევაში ახლა პირადი ურთიერთობებით და მათ შორის ფინანსური საკითხებით დახურული გაქვთ. ცოტა ამაღლებული ეგო გაქვთ. ნახეთ, იმისთვის რომ მიხვიდეთ იმ დანიშნულების ადგილამდე, იმ სურვილებამდე, რომელიც გინდათ, სამწუხაროდ უნდა მოხდეს თქვენი ახალი ენერგიებით დაბადება. ნახეთ, განბანვა, განწმენდა, ნახეთ, ხელახლა დაბადება, პატარა ბავშვის ენერგია მოდის. იმისთვის რომ წამოვიდეს ძალიან ბევრი რესურსი თქვენს ცხოვრებაში, იმ გამხმარ ტოტებზე ახალი კვირტების დაბადება ნიშნავს, აი ზუსტად საერთოდ მოულოდნელი ენერგიების გამოცოცხლება, როგორც ფინანსები, ასევე პირადი ურთიერთობები. სხვა შემთხვევაში ბევრ თქვენთაგან თან რეალურად არის კოშკი, კოშკის ენერგია, ეს არის ფუნდამენტური ნგრევები, ბევრ თქვენთაგან თან არა მარტო ფინანსური რესურსების ნგრევა, არამედ პირადი ურთიერთობების ფუნდამენტური დანაკარგები. შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით
ფინანსებით გარდაცვალებაც განვიხილოთ ამ შემთხვევაში. იმისთვის რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში სრულების ასრულება ვარსკვლავი და გალისნიცა ნიშნავს აი ძალიან მკაფიო მოძრაობებს და წინსვლებს ცხოვრებისეული თვალსაზრისით, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ნახეთ, აბსოლუტურ პაუზაშია თქვენი მდგომარეობა. როგორც ფინანსები, ნახეთ, თითქოს ელოდებით, როდის უნდა შემოვიდეს ფიზიკური მდგომარეობა, შესაძლებელია ძალიან დაბალ ლეველზე იყოს, არ გრძნობდეთ თავს ძალიან კარგად. და მათ შორის სექსუალური ჩაკრები. აი ამ შემთხვევაში ითხოვს ზუსტად განსაკუთრებით პირადი ურთიერთობებისთვის წმენდის რიტუალებს. არის ჩემთვის ეს ნიშნავს აი ნახეთ განბანვის რიტუალს. აქ ანგელოზი როგორ ათამაშებს თასებს, დგას წმინდა წყალში და ფრთები აქ გამოსხმული. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს თქვენი განბანვის რიტუალი, უნდა მოხდეს ხელახლა დაბადება ენერგიების, როგორც პიროვნების, ასევე ყველანაირი ბლოკების, როგორც ქვეცნობიერის, ასევე პირადი ურთიერთობების და მათ შორის ფინანსური ბლოკების განწმენდა, განბანვა, გახსნა იმისთვის რომ შემოვიდეს ზუსტად ის რესურსები, რაზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის წინსვლები, წარმატებები და აქ ძალიან დიდი სრულების ასრულება. კარგით. რა ბლოკებია და აი სად გადავთ ბლოკი პირადში თუ ფინანსებში? ნახოთ, განვიხილოთ. ფინანსებში რო თქვენთაგანთან მეგობრობა ისო აწონდაწონის რეჟიმში ხართ, მოდის თანხები, რეალურად მოდის, მაგრამ გაცემით, აი ნახეთ როგორ არიგებთ ამ მონეტებს. ანუ რეალურად თანხები არ რჩება. ბევრ თქვენთაგანთან წარსულის წარსულიდან არის მიყოლებული ეს ენერგიები. სხვათა შორის მინდა გითხრათ, აი დაახლოებით კიდევ მანიშნებს იმას, რომ 6 წლის ტენდენციად შეიძლება იყოს მეგობრებო. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ენერგეტიკული არკანებით, რაზე მოქმედებები შეიძლება იყოს თქვენზე, ან როდის იყო გაკეთებული. ნახეთ, როგორც ქალი გაკრინეს, აქ არის ყინულის დედოფალი. ამ შემთხვევაში ემოციები, ნახეთ, ემოციების თვალსაზრისით და პირადი ურთიერთობებში ბლოკების თვალსაზრისით გაკრული ხართობობის ქსელში. უმოქმედო, უმოძრაო, ფიზიკურად ვერ ახერხებთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. აქ გამოყენებული იყო აუცილებლად რაღაცა გარკვეული სითხე, ესე შემიძლია გითხრათ, მაგიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ ხდებოდა ორი ქალის ბრძოლა ერთმანეთში და აქედან მოდის ნეგატიური ენერგიები. ეს თითქოს თამაშს გავდა, მაგრამ ამ თამაშმა რეალურად გამოიწვია თქვენი დაბრკოლებები, შებოჭილობა, უმოქმედობა. თითქოს რაღაცა ილუზიებში ხართ, ძალიან დაბნეული, ძალიან არეული. კი ბატონო, არის მომენტები, როდესაც არკეში საკუთარ თავსაც კი ვერ ცნობთ, იყო ეს თუ არ იყო, დადგება აუცილებლად სამწუხაროდ ეს მომენტი, რომ აი საკუთარ თავს ვერ ცნობთ არკეში ჩახედვის დროს. ბევრ თქვენთაგანთან დაკეტილი ბოქლომი ნიშნავს ჩაკეტვას როგორც ფინანსური რესურსების, ასევე პირადი ურთიერთობების. ამიტომ ეს ბოქლომი აუცილებლად უნდა გაიხსნას, გაიწმინდოს. ნახეთ, ცოცხლი გაიტანოთ აბსოლუტურად ყველა ცუდი ენერგია თქვენი ცხოვრებიდან. სხვა შემთხვევაში თავზე დაგტრიალებთ. ბევრ თქვენთაგანთან ამომიწვიდა არკანები მეგობრებო და ამიტომ ყველა უნდა გაჩვენოთ. ეს არის წარსულის ფესვები, წინაპრებიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ბლოკი, რომელიც თავზე დაგტრიალებთ სამწუხაროდ. ბევრ თქვენთაგანთან აი ეს ხაზიც არის წარსულის, ანუ პრედკი ეს არის წინაპრებიდან მოყოლებული ნეგატიური ენერგიები, რომელიც კიდევ და კიდევ არ ხდენს გავლენას თქვენზე, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ სამართლიანი ნაბიჯები უნდა გადადგათ. ამ შემთხვევაში რა იქნება სამართლიანი ნაბიჯები? რა იქნება? მოიხსნათ აი ეს უარყოფითი ენერგიები, ჯვარს ატარებთ, ძალიან დიდ სიმძიმეს ატარებთ. თუ მამაკაცები მიყურებთ, გეტყვით იმას, რომ ქალიდან მოდის ეს უარყოფითი ენერგიები, რომელიც როგორც ჯვარი ისე გადავთ იმისთვის, რომ ლოხკაია და ბიჭი არ ვიცი ხარუსოლიცით თუ არა, ეს ნიშნავს ადვილად მოსაპოვებელი მამაკაცი რომ ყოფილიყავით თქვენისთვის, ამიტომ ხდებოდა თქვენზე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებები. კი ბატონო, ნახეთ, კალდუნია ეს არის ჯადოქარი, რომელიც მოქმედებს არაჯანსაღი ენერგიებით თქვენზე, მათ შორის ეს არის ძალიან დიდი ფინანსების დაბლოკვა თქვენს ცხოვრებაში. იმისთვის რომ მოხდეს მზის გავლენა, ანუ თითქოს ენერგია შემოვიდეს, აი თქვენს თვალწინ შეხავ და ვიღებ კარტებს, ეს არის განბანვის რიტუალი, ნათლობის რიტუალი. აუცილებელია ენერგეტიკული წმენდები იმისთვის, რომ ის ძალა, რომელიც დაკარგული გაქვთ ამ შემთხვევაში, ნახეთ როგორი მოწყენილი ის უკან დაბრუნდეს. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, მათ შორის შემოვა საკმაოდ დიდი ფინანსებით, სხვა შემთხვევაში როგორც მარიონეტს ისე გათამაშებს ეს უარყოფითი ენერგიები. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ენერგეტიკულ ველს, მოახდინეთ წმენდის რიტუალები და დაიყენეთ დაცვა. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე. ძალიან მიყვარხართ.